სისტემა არის საზღვრული. აცრები იყენებენ მის რესურსს. დიდ რესურსს. და რჩება ცოტა, ანუ აცრა რა არის, რომ მომავალში შეიძლება რაღაც ალბათობით დაემართოს რაღაცა და მოდი ეს დავაზღვიოთ. კარგია, თუ ეს აცრა მართლა მუშაობს. ნამდვილი აცრა თითქმის 85%-ზე და მეტიც უზრუნველყოფს იმას, რომ ვერ შეგეყრება ეს, ვერ დაავადდები. მაგალითად, ოსპა არის ქართულად ყვავილი. მაგრამ გრიპის აცრა, ესა მარკეტინგული, სულა არანაირი აცრა არ არის. ეს არის მეცნიერებაში ამას ვეძახით ვექტორის გაძლიერებას. ანუ შეხვდება იოლად გადაიტანს, ოღონდ ვირუსი გახდება უფრო აგრესიული და სხვას რო გადადებს, ჩათვალე რომ კლავს იმას. იგივე იყო კორონა. თქვენ ანტივაქსერი ხართ? არა, მე მეცნიერი ვარ და მე ექიმი ვარ. და მე ზუსტად ვიცი რა არის აცრა. და რა არის ვექტორის გაძლიერება. და აცრა უნდა გააკეთო მხოლოდ მაშინ ნამდვილი ოღონდ, როცა რეალური საფრთხეა, რომ იმუნიტეტს არ წართვა ძალა. კოვიდის დროს ხო რეალური საფრთხე იყო? და სად იყო აცრა? ნუ აბა ფაიზერი. არა, გააძლიერეს ვექტორი. ის არ იყო აცრა. აცრა არის, რომ 85% რომ ავადმყოფო კი მოხდება ეს, შეგხვდება ეს ინფექცია, მოხდება ორგანიზმში, მაგრამ ავადება არ განვითარდება 85 და მეტი პროცენტში. აცრა და ავადება იყო ერთი. დიდი ბოდიში, აბა გავასწოროთ ტერმინები, ყველაფერს დავარქვა თავის სახელი. თუ ჩვენ გვჭირდება გაძლიერება ვექტორის, ანუ ბევრი ხალხის დახოსვა, განსაკუთრებით ძირითადად ემოციურ ხალხს ხო შემოქმედი ხალხს უფრო ისეთი დაძაბული იმუნური სისტემა აქვს სხვა მიზეზების გამო. მეცნიერებაში რომ შემოდის კომერცია და კომერცია რა, შეკვეთა. ობიექტურ რეალობაში რომ შემოდის შეკვეთა. მოდი გავთხაროთ მაშინ საფლავები ჩვენ და გადავიფაროთ ხა პროსტინა და ეს მივიყაროთ მიწა. აცრის განმარტება შევცვალოთ? კარგი, შევცვალოთ, დავწეროთ, რომ ეს ამას იწვევს, მაგრამ თუ კლასიკური გაგებით, აკადემიური გაგებით აცრას ვეძახით იმას, რაც არის, უწერია, მაშინ არც გრიპის, არც კორონაში და არც